კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ საბოდიშო ვიდეოს წინ გატაცება და რამდენიმე საათიანი ზეწოლა უძღოდა. ამის შესახებ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე იოსელიანის მეუღლემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა. ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია კოტე იოსელიანს, მეუღლის პოზიცია არ დაუკონკრეტებია არც თინა ბოკუჩავას. ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და თვალებ ახვეული და ხელებ შეკრული გაიტაცეს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. თავარის ინფორმაციით სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსის სურამთან ავარიაში მოხვა. არსებული ინფორმაციით ტრანსპორტის მართვისას მძღოლს ჩაეძინა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა რამდენიმე მოზარდი და მასწავლებლები. მათ ტვინის შერყევა და მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნებათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც. რუსეთში ჩუვაშეთის რესპუბლიკაში მდებარე ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიისთვის მუშაობდა, უკრაინელებმა დრონებით შეუტიეს. მომხდარს ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მასზე მყოფი 12 ადამიანი დააკავეს. გემმა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევას სცადა. გარდიანის ცნობით დაკავებულებს შორის არიან შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი რიმა ჰასდანი.